ჯვრისა, ცხეთისა და მენელსაცხებლე დედების სცენებას და ასევე ჩვენი დიდი მეფისა, კეთილმსახური თამარის სცენებას. დღეს ჩვენ გსურს გავამახვილოთ რამდენიმე საჭიროებო საკითხს და ყურადღება უბრალოდ სწორად იმ მიმართულებებზე, რომლებიც ტენდენციურად არსებობს ზოგადად სამყაროში, მსოფლიოში და მათ შორის პროცესები, რომლებიც აი ამ მსოფლიო გლობალური კუთხით ჩვენთანაც ვითარდება და თავის ხვალს ტოვებს. თუ კარგად გადავხედავთ ახლა ჩვენ წმინდა წერილს თავიდან ბიბლიის შექმნის დღიდანვე დავინახავთ ღმერთში იმ სურვილს, რომ კაცობრიობა გამრავლდეს. კაცობრიობა არამედ გამრავლებულიყო და არამედ თავისი ნაირფეროვნებით, თავისი ეროვნული ნიშნით, თავისი კულტურული ნიშნით უნდა ყოფილიყო გამშვენებული და გალამაზებული, რომელსაც ასეთი ნაირფეროვან მდგომარეობაში უნდა ედიდებინა უფალი, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. ჩვენ თავიდანვე დავინახეთ, რომ აი ეს სურვილი ამ სურვილის ჩაგვრის ცდელობა უკვე ჩანს, როდესაც კაცობრიობამ განიზრახა, რომ გოდოლი ესეთი ბაბილონის აეშენებინა, რათა მიწვდომოდა ღმერთს და თავისი აი ეს ერთიანი, გაერთიანებული სურვილებით მიმწყარებდა ღმერთს და ღმერთის თორი და მსგავსი გამხდარა. ეს პროცესები შემდეგაც არაერთხელ განვითარდა და დღეს კიდე ამან ყველაფერმა განსაკუთრებულად წინე ფორმები და სახეები მიიღო. ესე იგი, რას გულისხმობთ ჩვენ ამაში? იმ ერთფეროვანი მასის, ერთფეროვანი კულტურის ჩამოყალიბების ცდელობა, რომელიც დღეს რეალურად არსებობს მთლიანად მსოფლიოში. ანუ ამითი ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალისტებმა როგორც თავის დროზე ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს, ესე დღესაც გამოუცხადდეს პროტესტი ჯანმრთელ ღმერთს და თვითონ სულ შექმნა ის ერთიანი მასა, რომელიც იქნება არა ღვთის თაყვანისცემელი, არამედ საბოლოო ჯამში ანტიქრისტესი და ეშმაკისი. ამიტომ დღეს ჩვენ აი ვხედავთ, რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო თავისი ნაირფეროვნებით, თავისი კულტურით, თავისი ეროვნული ნიშნით გამორჩეულობით. ყველა ერთს თავისი ნიშანი გააჩნია. ჩვენ არ ვსაუბრობთ რელიგიურ ნიშანს. რელიგიურ ნიშანი ყოველთვის უნდა იყოს ერთი, იმიტომ რომ ჭეშმარიტება ერთია და ღვთის შვილები. აქ საუბარია, რომ ღმერთს სურს ეს აი ესეთი კულტურულ ნაციონალური თავისებურება. სწორედ ასეთად შეიქმნა ეს სამყარო და ამითი არის ის ძვირფასი. მაგრამ და ამასვე ადასტურებენ არა მარტო რელიგიები, წმინდა წერილი ადასტურებს ამას, არამედ თავად მეცნიერებიც კი ამბობენ, რომ აი ამ ნაირფეროვნებაში, კულტურულ ნაირფეროვნებას აქვს ის ძალა, რომლითაც სამყარო ძლიერად დგას ფეხზე. ჩვენ კიდევ ხედავთ დღეს რა პროცესებს, რომ აი ეს ყველაფერი ნიშა რელიგიური, კულტურული, რომელიც ჩვენ მართლმადიდებელ ხალხს გაგვაჩნია, ამისი წაშლა სულთ და სულთ რომ ჩამოგვაყალიბოთ ჩვენ ერთ კოსმოპოლიტურ მასად, რომელსაც არ ექნება არც ეროვნული ფასეულობა, არც სულიერი ფასეულობა, არც ტრადიცია, არც კულტურა. ანუ ერთგვარი უნიფიკაცია ეწოდება აი ამ პროცესთან მოვლენას, რომელმაც დღეს იჩინა განსაკუთრებულად კაფეოდ თავი. ანუ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვთავაზობენ ჩვენთვის უცხო ფასეულობას როგორც ნორმას. თუნდაც ჩაცმულობა, რომელსაც კარნახობს სხვა ქვეყნები და ეს
გრძნობის პროცესი სულ უფრო და უფრო ვულგარული და მიუღებელი ხდება ქართველი კაცისა და ცნობიერებისათვის. თუნდაც მუსიკა ავიღოთ, რომელიც ასევე რეგრესს განიცდის და აი ამ ფსევდო კულტურის და ფსევდო მუსიკის და ფსევდო აი ამ ნაირსახეობის ერთი შეხედვით სინამდვილეში ერთფეროვნების მონახდება ადამიანი. ჩვენ ხედავთ, რომ ეს მასობრივი სერიალები, მასობრივი გართობის საშუალებები, ток-შოუები თუ პოლიტიკური შოუები თუ ისე გასართობი შოუები ყველას აქვს ერთი და იგივე სახე. და არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენთან ხდება მარტო ასე. ჩავედით საბერძნეთში ვნახე იგივე, ჩავედით იერუსალიმში აბსოლუტურად იგივე, რუსეთში იგივე, ყაზახეთში იგივე, სადაც ახლა მე ვიყავი და აბსოლუტურად ერთი და იგივე სერიალები გადის, ერთი და იგივე ამბავი მიდის ყველგან. ნაციონალური კულტურული ფასეულობები არის განადგურების პირას. და ეს სჭირდება საიმისოდ, რომ აი ამ ერთიან მასად ჩამოყალიბებულ ერთ შეხედულებაში, როცა აი ამ ერთ კალაპოტში მოაქცევენ ამ საზოგადოებას, ხო? ერთი იდეოლოგიის ქვეშ მოაქცევენ, მაშინ ის გაცილებით უფრო მართვადი ხდება, ვიდრე ის რეალურად დღეს არის. სწორედ ეს ომებიც რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ხედავთ, რომ ამისი მიზეზი სწორედ ეს არის. ყველასთან ესე იულად იდეოლოგიური სახით ვერ იმოქმედებს, როგორც მაგალითად ჩვენთან ესე იულად დავთმეთ ჩვენ ძალიან ბევრი პოზიცია. ეხლა მუსულმანურ სამყაროში იქ ომის გარეშე იმას როგორც ჩანს ვერ მოახერხებ, იმიტომ რომ იქ ფუნდამენტალისტებია, ფანატიკოსებია, გიჟებია ნახევრად და ამიტომ მათთან ესე იულად რომ არიკადა მე ევროპა ვარ და შემოვიტანე ცივილიზაცია, ესე არ გამოდის. ყველგან სხვადასხვა მეთოდებია. ეს პირველი, რაც ხორციელდება, ის ნეგატიური მიმართულება, მიდგომა, რომელიც ჩვენში იგდავს ფესვს. მეორე, ეს არის ადამიანის დაყვანა პრიმიტიულ არსებამდე. და რაც გულისხმობ ჩვენ ახლა ამაში, რომ ადამიანის ინტელექტის დაქვეითებაზე სერიოზულად მუშაობ. ჩვენ თუ გადავხედავთ, თუნდაც 20 წლის წინანდელ განათლების სისტემას, რომელიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში და სხვა ქვეყნებშიც და დღევანდელ დღეს შევხედავთ, რომ აბსოლუტურად სხვა დედამიწაა, საერთოდ სისტემა აღარ არსებობს. ეს სისტემა რაც არის, ეს არის იმდენად დაბილი და იმდენად არა ეფექტური, რომ საზოგადოება რეალურად ახალგაზრდა ბავშვებს განათლებას ვერ მიიღებენ, თუ ამისთვის სერიოზულად არ დაეკირავენ ცალკე რეპეტიტორები და ცალკე არ იმუშაკე აი ამ კუთხით საკუთარ შვილს. სხვაგვარად, როდესაც ჩვენ თვითონ სკოლა გვაძლევდა აი ასეთ საშუალო განათლებას, საკმაოდ მაღალ განათლებას, უნდა ითქვას, რომ ეს უკვე ფაქტობრივად განადგურებულია და ამით ჩვენ მემსგავსებით ამერიკის შეერთებულ შტატებს. ზოგს შეიძლება გონია, რომ ეს ცივილიზაცია იქ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ უმდაბლესი, აი ძალიან დაბალი დონის განათლების სისტემაა ზოგადად მასებისთვის, თორე ახლა არის რა თქმა უნდა ეს კემბრიჯები და ამაზე კი არა აქვს ლაპარაკი, სადაც ღარიბი ადამიანი და უბრალო ადამიანი ვერ მივა და ვერ მიიღებს განათლებას. მე ვამბობ, აი მასოვისთვის არის აბსოლუტურად წერა-კითხვის პრობლემებია, უამრავია, შეიძლება თქვენც გინახავთ, გამოკითხვები ელემენტარულ კითხვას ვერ პასუხობენ ამერიკაში. ვინ იყო, აი მაგალითად სტალინი გეკითხებოდნენ, ჰიტლერი და ვერ პასუხობდა ხალხი. ეს თუ არის რა უნდა ხა მაგის ცოდნას, ხო და არის ცოდნა, მე ჩემი თვალით უკვე გაოგნებული ვიყავ ხალხი. ანუ ეს ერთი მხარე განათლების სისტემის დეგრადირება, რაც პრიმიტიული და ადამიანის ესე იგი შეზღუდულობამდე მივყავართ ჩვენ. მეორე ეს არის სერიალები, წმინდა რომ რომელსაც პირდაპირ დეგრადირებისკენ მივყავართ, როგორც გონებრივად, ისე სულიერად, იმიტომ რომ სერიალის არსი იმდენად დაბიოა და იმდენად აი ამ პრიმიტიულ დონაზე და იმის იქეთ არ განვითარებს ადამიანს, ანუ იქ
არ მიდის საერთოდ ადამიანის ფიქრის საშუალებასაც არ აძლევენ კიდეც. თუ დააკვირდებით ამას, კარგად იოლად დაინახავთ ამას. თვითონ აკეთებს ესე იგი მონოლოგებს უკეთებენ ამ პერსონაჟებს თითქოს და დებილები ვიყოთ და ვერ ხვდებოდეთ რაზე უნდა იყოს საუბარი. ანუ ესეც არის გათვლილი ძმაუნდა და არ გიგონოთ ეს რაღაც ესეთი შეცდომა მოვიდა. ეს არის ფსიქოლოგიური ფანდი, რომელიც პირდაპირ გათვლილია საზოგადოების დეგრადირებისკენ. ეს არის უტყუარი ფსიქოლოგიური ფენომენი. და ამას ჩვენ თვალწინ ვხედავთ. ამის გარდა თვითონ ამ სერიალებში ჩვენ ნახულობთ, რომ ის აგიტაცია მიდის, ის ჩვენ აგიტაცია პროპაგანდის წინააღმდეგი ვართ კატეგორიული. ანუ გარყვნილების წესის, ჰომოსექსუალიზმის, თვითონ ჩვენი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების პრივატს, თურქული სერიალი ავიღოთ, როცა წარმოჩენილი აქვს თურქები, როგორც მამაცი, პატრიოტი, პრინციპული პიროვნებები, რომლებიც შეაყვარეს ფაქტიურად ჩვენს ქალბატონებს, ქართველ ქალბატონებს. ეს რეალობაა და ამას ჩვენ ვერ გავექცევთ. გარდა ამისა, ეს საფრთხე რეალურად არსებობს, ვინაიდან აჯარ არის ავტონომიური რესპუბლიკა. იქ რომ დღეს ასე ნელ-ნელა შეგვაყვარონ ეს თურქები თავისი ვითომ და მისეული ცხოვრებით, ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ ჩვენ რამოდენიმე წლის შემდეგ არჩევნები ან რეფერენდუმი ჩატარდეს სიტყვაზე და უმრავლესობამ თქვას, რომ ეს ავტონომია ეს ძალიან სახიფათო თემა, რომ ჩვენ გვინდა თურქეთში ყოფნა. ამას ისე ლეგალურად გაგვიკეთებთ ჩვენ, რომ ვერც ვერაფერს ვერ გავხდებით, ისე გახდება აჭარა თურქეთი. ეს არ არის ზავდადანო რამე ილუზია, არ გიგონოთ რაღაცას ვიგონებდე და ეს არის რეალობა, რომლის წინაშე დღეს გავართ ჩვენ ქართველი ერი. მით უმეტეს, როდესაც უკვე პრეტენზიები ისმის საშინელი, რომ დიდგორის, ესე იგი, დიდგორობას რატო დღესასწაულობთ. წარმოგიდგენიათ, ეს პრეტენზია წარმოვიდა თურქეთიდან და ირანიდან კიდე პრეტენზიები იყო, რომ ეს იმითი დაფარული ქალბატონები რომ შემოდიან საზღვარზე, ამის გახსნის უფლებას რატო გვიშლით ჩვენო, ესე იგი, ასე დაფარულ მდგომარეობაში საზღვარზე შემოსვლას. ეგ დაფარულმა რა უნდა გაიგო, მარტო თვალები რო ჩანს, პასპორტი ხოვდა შეამოწმოთ, ვინ შემოდის და რა პიროვნება, იქნებ ტერორისტია, ხო, იქნებ ვინ არის. მაგრამ ჩვენ ამას უკვე გვიბედავთ. იმიტომ გვიბედავენ, რომ ჩვენ უკვე ვართ საშინელ დღეში. ამაზე მძიმე მდგომარეობა რა უნდა იყოს ეს ნეობრივად პატრიოტული კუთხით და ეს პატრიოტიზმი ეს არის ის მესამე საფეხური, ანუ სრულ პატრიოტიზმის, ანუ ანტიპატრიოტიზმის დანერგვის პრინციპი. ესეც როგორ ხდება? ასევე ტელევიზორიდან ჩვენი შოუები, ახლა ჩვენი საყვარელი გმირები რო არიან, ესე ანდრულაძე და ესე ვინ არის ეს ხალხი? მთელი თავის ცხოვრება შეალიეს ამ ხალხმა და მათმა აგიტატორებმა და მათმა დამფინანსებლებმა იმას, რომ ქართველი კაცის დეგრადირება მოხდეს. ქართველი კაცი და ჰომოსექსუალი გაიგივებული ყავთ ერთმანეთთან. ანუ რაღაც უპრინციპო როგორც წესი, ესეა ქართველი წარმოდგენილი. ფაქტობრივად ყველგან, ყველაც კინო თანამედროვე ფილმები ავიღოთ თუ რაც კიდათ აიღეთ, ყველგან კაცი არის ჩვარი და ამ დროს როგორც წესი ქალებს ბატონობენ, ქალებს შეურაცხყოფას კი არ ვახდენთ ჩვენ. ანუ ეს პრინციპი, ეს ინსტიტუტი რაც მერთმა დაადგინა, აი ამისი დაკნინება ხდება, სახარებისეული პრინციპის დაკნინება ხდება და იმ პავლე მოციქულის სწავლებისა ამის ატანა არ შეუძლიათ, რომ კაცი უნდა იყოს თავი ოჯახში. ამისი ატანა დღეს არა უნდა სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს უმაღლესებში. აი შეეკითხეთ თქვენს შვილებს მოზარდ-თაობას სასწავლებლებში რა ხდება, განსაკუთრებით უმაღლესებში. მუდმივი პროპაგანდა მიდის, რომ ქალი უნდა იყოს თანასწორი კაცისა და უფრო მეტის თუ შეუძლია ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მისი ცხოვრება თვითონ ავტონომიურად მოაგვაროს.
ამას ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს ავტონომია ქალის ძმაუნდიდან ეს არის დამღუპელი თეზა თვითონ საფუძველშივე დამღუპელი. იმიტომ რომ თუ ქალი არ არის ოჯახში და მას არ ყავს ქმარი და ის დამოუკიდებელია, ის არის უმძიმეს სულიერ მდგომარეობაში. შეუძლებელია მან ძმაუნდიდან გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რაც აი ამ თანამედროვე ცხოვრებას ახასიათებს. შეიძლება ბიზნესვუმენი გახდეს, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ის ვერ გახდება ის დედა, ქართველი დედა, რომელიც არის საჭირო. იმიტომ რომ მას აი ამ ამბიციიდან გამომდინარე, მუდმივად ექნება სულ სხვა ფასეულობები და სულ სხვა მიდრეკილებები, რომ წარვიმატოს კარიერაში, რომ შეიძლება ყავდეს საყვარლები, თუ ქმარი არ ყავს, ახლა აბა საყვარელი ეყოლება, ისე ყვარ იქნება და ეს საყვარელი შეიძლება ერთი არ ეყოლოს. იმიტომ რომ დღეს შეიძლება ერთი გიყვარდეს, ხვალ შეიძლება მეორე გიყვარდეს, ეგ მესამე. სერიალები ამას გვასწავლებს ჩვენ, ბატონო და ეხლა რა ვსწავლობ ჩვენ? ამას ვსწავლობს თანამედროვე საზოგადოება. და აი ეს მესამე საფეხური, ანუ ანტიპატრიოტიზმი. და აი ამას მოყვება ძმაუნდიდან შეიძლება შეფარულადაც, მაგრამ უკვე აშკარადად ჩანს, რომ აი ამ სოდომია, რასაც ქვია, აი ამ გარკვეული ცხოვრების წესი არის უკვე ნელ-ნელა მკვიდრდება ჩვენს ქვეყანაშიც. ქვეყანა სოფლიოში რო ეს 100-ია, ამას აღარ უნდა არაფერი თქვა, მაგრამ ჩვენთანაც უკვე საკმაოდ მძიმე ვითარება ამ კუთხით. როგორც ზნეობრივად, ესე იგი სული ეცემა ადამიანი მაშინ პრინციპულად პატრიოტი, პრინციპულად თავისი შეხედულებების ესეთი ეროვნული თუ მართლმადიდებლური შეხედულებების ერთგული ვერ გახდება ძმაუნდიდან, იმიტომ რომ მას უკვე ეს მორალური საფუძვლები და ფესვები მოაცილეს და სწორედ ამაზე მიდის მუშაობა და როცა ამას მოაცილებს, ინტელექტი არა, სულიერი ფონი, ზნეობა არა, რითი უნდა რა ფასეულობაზე უნდა გავზარდოთ ჩვენ შვილები. რაზე გახსოვთ ჩვენ შვილები, რასაც ვაკეთებ ჩვენ თვითონ და არაფერს არ ვაკეთებ ღირსებას. თანამედროვე ქართველი იღუპება თვალ და ხელშვა, ნუ ახ გამრავლებაზე კიდე აღარ ამბობს, ლაპარაკი ეს ცალკე თემაც არის, მაგრამ რეალურად ხო ვიცით და უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავ. აი 2 მილიონი ქართველი თუ ვართ, ეს არის ძალიან მაგარი ამბავი, მე ძალიან მეეჭვება თუ ვართ გადაკეთებული გვარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ კიდე უფრო ქვევით ჩამოვა ეს სტატისტიკა. ხო და აი ამ ფონზე აშკარად მიდის აი ამ დესტრუქციული ძალების სულ უფრო და უფრო ამოქმედება. ეხლა ამბობენ ის პოლიტიკური პარტია რო არის გირჩი. იმას ესე იგი რელიგიური ნიშნით დაუწყია, ესე იგი მუშაობა. თან პოლიტიკა, თან რელიგია და რელიგიას როგორ სექტანტური ნიშნით მუშაობს ქართველ ახალგაზრდაზე და რატომ? რომ თუ სექტანტი ხარ, ჯარში არ მიდიხარ რა. ჯარში არ მიდიხარ, ეხლა ახალგაზრდას აწყობს, ეხლა ჯარში არ წავალ, შევალ სადღაც პოლიტიკურ პარტიაში ვიქნები, იქ მოატყულებენ, რომ შენ მართლა სექტანტი კი არ ხარ, მაგრამ სინამდვილეში ამას ხელს აწევს ქართველი კაცი რა. ეს გათვლილია უკვე, ამას ვერ გაბედავდა ეხლა 15-20 წლის წინათ ეს პიროვნებები, მაგრამ დღეს უკვე გაბედის. როგორც თურქებმა გაბედა და დიდგორს რატო დღესასწაულობთო ქართველ კაცს რო ეტყვის და აი ახლა დღეს პოლიტიკოსები სექტას თავაზობენ როგორც ნორმას და საზოგადოებისთვის მისაღებ მომენტს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა აი ამ ბოლო 10 წლეულის განმავლობაში. და გამოსავალი რა არის გამოსავალი? ჩვენ ვიცით რაც არის გამოსავალი, ქრისტეში ცხოვრება და როგორ უნდა მოვახერხოთ ეს არის პრობლემა დღეს. როგორ შევაყვაროთ ჩვენს შვილებს, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სარწმუნოება. როცა აი ამდენი მასშტაბური სახით ხდება აი ამის ყველაფრის გრევა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობა. ერთადერთი გამოსავალი არის თავგანწირული შრომა საკუთარი შვილებისთვის. ამის გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით. ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურები და ინსტიტუტები ამას ჩვენ არ გაგვიკეთებს, პირიქით მიზანმიმართულად ანგრევენ. ამას ჩვენ ვხედავთ, ჩვენ რაღაცა უნდა იძახო, რომ ქართულ საქმეს ვაკეთებთ, ყოილია ეს ყველაფერი რა.
დღეს აი ამ ყალბი ეროვნულობით, ყალბი სიყვარულით, ყალბი თავისუფლებით დავიღალეთ, ვისაც ინტუიცია გვაქვს, ხო ჩვენ ყველა ვხვდებით ამას, რომ ძალიან მძიმე დღეში ჩაგვაგდეს და ეს პროცესები კიდევ უფრო სავალალო ხდება. და ბოლოს კი გაიგნება, იცით, ნამდვილად, აი ადამიანი საერთოდ ადამიანს აღარ დაემსგავს. ეხლა ისეთი ტექნოპროგრესი მიდის და ისეთი პროგრამები მკვიდრდება სოფლიოში, როცა ვადევნებ თვალყურს და ხედავ, რომ პირდაპირ ეს ელექტრონული ეს კომპიუტერული მექანიზმები შეყავთ ადამიანის ხორცში. ტვინში შეყავთ, სხეულის სხვადასხვა ფუნქცია შეიძლება მართონ კიდეც. აი ესეთ დონეზე წავიდა უკვე ლაპარაკი. ანუ ერთგვარი კიბორგები იქნება. ეს არ იქნება უკვე ადამიანი. როგორც ჩანს და ეს პროცესები აი 2030 წლისთვის ტექნოლოგიურად უკვე ეს იქნება შესაძლებელი. ანუ აი მაგალითად ესეთი პროგრამა იყო. მეცნიერებს ვკითხულობდი ახლა მე და იმას დღევანდელ მეცნიერებს რო ეძახიან ამ ტექნოინოვაციაში. ან მიცემს პროგრამას თავის თავს რომ აი მე უნდა გავირბინო 10 კილომეტრი ან 20 კილომეტრი და ამას ეს გააკეთებს ეს პროგრამასა. ანუ ეს გონებაში ჩაიბეჭდება ეს პროგრამა ის ანუ იმართება. ადამიანი იქნება მთლიანად მართვადი, ეს აღარ იქნება ადამიანი. ეს არის პირდაპირ ხელყოფა ადამიანის თავისუფალი არსებისა, თავისუფალი ნებისა, ღვთისხატებისა და მსგავსებისა, რომლისთვისაც არის ის მოწოდებული და შექმნილი. ამის საფრთხეები რეალურად დღეს უკვე ეს არ არის კიდევ აბობ რაღაც საფრთხეები და ილუზი. ეს არის ის რეალობა, რომელშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ. მე მგონი ამას უკვე ღმერთი აღარ დაუშვებს აი ამ კიბორგების არსებობას დედამიწაზე და ალბათ ამ ქვეყანასაც ადრეგვიან დასასრული ექნება, იმიტომ რომ ამას ღმერთი უკვე აღარ მოითხოვს. ამის მოთმენა უკვე შეუძლებელი ხდება და ჩვენ ამ პროცესებს რეალურად ვხედავთ. აი ამ აპოკალიფსურ ჟამში ცხოვრობთ. თუ გუშინ ჩვენ უფრო თამამები ვიყავი და ჯერ კიდე ეს კონტურები ასე კარგად არ ჩანდა, გუშინში გულისხმობ 20-30 წლის წინანდელ სულიერ და ზნეობრივ და ზოგადად მდგომარეობას, დღეს ჩვენ სულ სხვა, აბსოლუტურად სხვა ვითარებაში ვიმყოფებით, ჩვენ გავხდით უცხონი მღვდლები, მართლმორწმუნე ქრისტიანები ამ საზოგადოებისთვის, ყოველად მიუღებლებიც კი გავხდით. თუ ვინმე გვიტანს ჩვენ, ეს არის ცდილობის ფარგლებში და რაღაც ეტაპამდე და დრო იქნება და ამასაც მოეღება ბოლო. ჩვენ ამას რეალურად ვხედავთ. ესეც რეალობა. ამისთვის მზად ვართ კიდეც, რომ ეს ყველაფერი ავიტანოთ, იმიტომ თვითონ მაწვავარმა აი ეს გვიანდერძა და ეს არის გზა ცხონებისაკენ. მაგრამ აი ამას აეშველება ამ ყველაფერს, ჩვენ შვილების მდგომარეობას, ჩვენ მომავალი თაობა საითკენ მიდის, ჩვენ ეს გვაწუხებს, სწორედ მე ჩემ თავს აღარ ვჩივი ახლა დამიჯერეთ თუ მოკვლავენ თუ რას გვიზამენ, გაგვაგდებენ, რას გვიზამენ, არ ვიცი რა უნდა ვქნან ახლა სიკვდილი ერთხელ ხდები ადამიანი და მოვკვდეთ უნდა ღირსეული, მაგრამ აქ სხვა რამეზე საუბარი, ჩვენი შვილები სულიერად არ მოკვდან. აი ეს არის პრობლემა, თორე სიკვდილი კი არ არის პრობლემა, სიკვდილი აი 100,000 მოწამე ყავდა შვილებთან ერთად დედები, მამები მიდიოდა ხატს აბიდეს სიხარულით შვილები მიყავდა წინ. პირველი შვილები მიდიოდნენ რომ მე არ შეეშინდეს შვილებს და აი ესე უყურებდნენ თვითონ თავისი შვილების მოწამეობრივ აღსასრულს. აი ესე იყო ქართველი ასე ცხოვრობდა. და მე მიდიოდა თვითონ, ანუ ამას ზურგს უმაგრებდა აქედან რომ მოწამეობრივად აბა მიდიდა ზეცაში და ერთხელ ვარ და ერთხელ ცხოვრობდა მორჩა გადავდა. იმას კი არ ამბობდა ის პატარა და ცოდვა და დღეს რომ ვიცით რაღაცების თქმა და დღეს ყველა მონახავს რაღაც კომპრომისს რომ ხატზე იქნება სხვა რაღაცა მოიფიქროს და იქნება შეიძლება დავაბიჯო, მაგრამ მე შევინანო ან რაღაცას იფიქრებს. დღევანდელი კაცი სხვანაირად იფიქრებს, ახლა ისე არ იფიქრებს. და აი ეს ყველაფერი ახლა გამიგრძელდა მე სიტყვა, მაგრამ რო არ გვეთქვა ეს ყველაფერი არ შეიძლება. ეს ტკივილი უნდა დავინახოთ რეალურად საქართველოს უნდა დაინახოს რა დღეშია დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო და ჩვენი სულიერი მდგომარეობა ფიზიკური, ზნეობრივი თუ სხვა.
ღმერთმა დაგვოცოს, ღმერთმა კეთი მსახური მეფე თამარის ოსაკურთხევით გაგვაძლიეროს. აი დღეს რო ამბობენ რომ ქალის როლიო აი დაკნინებული გაგვწოს საქართველოში. ხალხო მეფე ყავდა ქალი. სადჩა და როდის შუა საუკუნეებში ხო? როდის იყო ქალი დაჩაგდულ მდგომარეობაში? პირიქით ყველა წავიკითხოთ წმინდა წერილი, წავიკითხოთ წმინდა მამები, გაბრიელ ნიკოძე წავიკითხოთ, ქართული ქალს აქებდნენ, ადიდებდნენ და სულ ამბობდნენ რომ ის უნდა გყავდეს ეს ფაქიზი ჭურჭელია და უნდა იყოს ყოველთვის მოვლილი და ქრისტიანული ქორწინება ამას ავალებს ქართულს და ქრისტიანს ზოგადად. და დღეს სადღაც გვეუბნებიან რომ თქვენ ყავთ ქალები დაჩაგდებული. არ არის ეს ასე და ცალკეულ შემთხვევებში არ კონდა ადგილი, მაგრამ ეს იმის ბრალი კი არ არის რომ ქრისტიანობა ამას გადაიღებს. ის უცნაურად რო ცხოვრობს და შეიძლება ნარკომანია და ლოტვია და ამის გამო აქვს პრობლემები და არა ქრისტიანული ზნეობრივი სწორი ცხოვრების გამო წამდა და ღმერთმა დაგვეცოდა გაგაცდიერეთ გაგახსნა.